ქართველი და ქრისტიანი სინონიმები იყო. ამან გადაარჩინა ქართველიერი დღეს, ამიტომ დგავარ ჩვენ ახლა აქ, ამიტომ გვაქვს იმედი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და ამას ყოველთვის ებრძოდნენ და ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ჟული წაერთმიათ. ჟულის წართმევა სხვადასხვანაირად ხდებოდა. ზოგი გეუბნებოდა, რომ ქრისტიანობა უარყვავი, მართლმადიდებლობა უარყვავი სხვა დენომინაციაში გადადი, ან ქრისტიანობა უარყვავი საერთოდ სხვა რელიგია მიიღე, ან ცხოვრების წესი შეიცვალა. არა თუ ტრანსცენდენტული ორიენტირი აღარა აქვს ადამიანს. ადამიანს მიწიერი ორიენტირი წაერთვა. ვინ არის იცის? ვერ გაურკვევია თვითონ. ეს დემონური, მახინჯური მოძღვრება, რომელიც ჟულის გარყვნაა იგივე. რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს როგორ უარყოფ? და როგორი ძალადობით შემოდის, აი პირდაპირ ძალადობით, რომ შენ თუ გინდა რომ კარგად იყო და ბედნიერად იყო და დასული იყო, უნდა ჟული უარყო. აბა შახაბაზი და ის მონგოლები და არაბობა, მეც რასაკეთებდა? რასაკეთებდნენ ისინი მეც, როგორ ფიქრობ? რომ შემოდიოდნენ ისინი, თუ მიიღებდი ისლამს, არც გადასახადებს იხდიდი, არც მოკლავდნენ და დაწინაურდებოდი.